Alhamdulillah, wassalatu wassalamu ala rasulillah. მოგესალმებით ყველას. ჰადისების კითხვას ვაგრძელებთ. ჰადისები ეხება მეჩეთში წასვლას და ჯემაათით ლოცვის მადლსა. ჰადისი გადმოცემულია იბნი ჰიბბანის კრებულში, რომელსაც გადმოგცემს აბუ ჰურეირა, კმაყოფილი იყოს ალლაჰი მისგან. ანი ნაბი სალლალლაჰუ ალეიჰი ვასალამ, რომ ალლაჰი შუამავალმა თქვა, მინ ჰინე იახრუჯუ აჰადუკუმ მინ მენზილიჰი ილა მასჯიდი ვარიჯლუნ თაქტუბუ ლაჰუ ჰასანატუნ ვარიჯლუ თაჰუტუ ანჰუ საიატუნ ჰატტა იარჯია. როდესაც რომელიმე თქვენგანი სახლიდან გავა მეჩეთში წასასვლელად, მის გადადგმულ ერთ ფეხზე სიკეთე იწერება, მეორე გადადგმულ ფეხზე ცოდვა ეპატიება ჩამოეწერება მასო შუამავალი სალლალლაჰუ ალეიჰი ვასალამ ძანებს და ეს მანამდე გრძელდება, ვიდრე შინ არ დაბრუნდება. ამის მსგავსი შინაარსის ჰადისიც უხელსაც წავიკითხეთ, სადაც ნათქვამი იყო, რომ მარჯვენა ფეხის გადადგმაზეც მადლი ეწერება, მარცხენა ფეხის გადადგმაზე ცოდვა ეპატიება. კიდევ ერთი ჰადისი, რომელსაც ისევ აბუ ჰურეირა გადმოგცემს, ეს იმამი მუსლიმის საჰი ჰადისა კრებულში არის გადმოცემული ეს ჰადისი. ალლაჰი შუამავალი სალლალლაჰუ ალეიჰი ვასალამ ძანებს და ეს ჰადისი ჩვენ წინა სხვა ლექციებზეც სხვა თემასთან დაკავშირებითაც გვაქვს რამდენჯერმე წაკითხული, ანუ ნაცნობი ჰადისია. კულლუ სულამა მინან ნასი ალეიჰი სადაყატუნ, ადამიანის სხეულში არსებული ყოველი სახსარის, ყოველი ძვლის და ორგანოს სანაცვლოდ მას მოწყალების გაღების ვალდებულება აკისრია. კულლუ იაუმინ თატლუუ ფიჰი შამსუ, ყოველდღიურად რომელზეც მზე ამოდის. ყალე და მან თქვა, تعدل بين الاثنين صدقة ორ ადამიანს შორის თუ რაიმე გაუგებრობა არის, უთანხმოება არის, დაძაბულობა არის, ამას მოარიგებს, ამ ორ ადამიანს შეარიგებს, ეს მისთვის სადაყად ითვლება. وتعين الرجل في دابة تحمله عليها أو ترفع له عليها متاعه صدقة. როდესაც ვინმეს დაეხმარება პირუტყუზე შეჯდომაში ან იქედან ტვირთის ჩამოხსნაში, ესეც სადაყა მოწყალება არის მისთვის. վել კელიმატუ ტაიიბატუ სადაყატუნ, კეთილის სიტყვა, რომელსაც შენ სხვას ტკბილად, კეთილად, ლამაზად მიმართავ და ესაუბრები, ესეც სადაყა არის შენთვისო. ვა კულლუ ხუტვატინ თამშიჰა ილა სალათი სადაყატუნ, და ნამაზის სალოცავად გადადგმული ყოველი ნაბიჯი თქვენ სადაყად მოწყალებად გეთვლებათ. وتميط الأذى عن الطريق صدقة, და გზიდან გამლელთა შემაწუხებელი რამის მოცილებაც სადაყა არის თქვენთვის. კიდევ ერთი ჰადისი, რომელსაც ისევ აბუ ჰურეირა გადმოგცემს, კმაყოფილი იყოს ალლაჰი მისგან, أن رسول الله صلى الله عليه وسلم قال, რომ ალლაჰი შუამავალმა თქვა, إن الله لا يضيء الذين يتخللون إلى المساجد في ظلم بنور ساطع يوم القيامة. უეჭველად ალლაჰი განკითხვის დღეს ნურით გააბრწყინებს იმ ადამიანებს, რომლებიც ღამის სიბნელის მიუხედავად მეჩეთისკენ ნაბიჯს გადადგამს და მეჩეთისკენ მიემართება, რათა იქ ჯემაათთან ერთად ნამაზი შეასრულოს. კიდევ ერთი ჰადისი, ისევ აბუ ჰურეირასგან, კმაყოფილი იყოს ალლაჰი მისგან. აბუ ჰურეირა არის საჰაბე, რომელმაც ყველაზე მეტი ჰადისი გადმოგცა ალლაჰი შუამავალს. ყალა რასულულლაჰ სალლალლაჰუ ალეიჰი ვასალამ, ალლაჰი შუამავალმა თქვა, ელ-მაშაუნა ილალ მასაჯიდი ფი ზულმინ ულაიკა ალ-ხავადუნა ფი რაჰმეტილლაჰი. ღამის წყდიათში მეჩეთისკენ მოსიარულენი ალლაჰის რაჰმეტში, ალლაჰის წყალობაში ბანაობენ. დენად დიდ მადლს იმსახურებს ეს ხალხიო ზანას შუამავალმა სალლალლაჰუ ალეიჰი ვასალამ. იბნი მაჯეს სუნენში არის გადმოცემული ეს ჰადისი. ან ბურეიდათა რადიალლაჰუ ან, ბურეიდა, კმაყოფილი იყოს ალლაჰი მისგან, გადმოგცემს
عن النبي صلى الله عليه وسلم قال رم الله شو موالمتكوا بشر المشائين في الظلم إلى المساجد بالنور التام يوم القيامة غامის ყდიათში მეჩეთისკენ მოსიარულეებს განკითხვის დღეს სრულყოფილი ნური უმახარებლეთ. ანუ მთლიანად სრულყოფილად ნურით იქნებიან გამწყინებული ის ადამიანები განკითხვის დღეს. حديث قد مسموليا إمام أبو داود السننشي عن أبي سعيد الخدري رضي الله عنه قال أبو سعيد الخدري قد مكسمس قال رسول الله صلى الله عليه وسلم الله شو والمتقوى ألا أدلكم على شيء يكفر الخطايا خمار გამცნობოთ გასწავლოთ ისეთი რამე რაც თქვენს შეცდომების პატიების მიზეზი გახდება ويزيدul hasanati და მადლებსაც მოგიმატებთ. ცოდვების პატიების მიზეზიც იქნება და მადლის გამრავლების მიზეზიც. قالوا بلا იყოფე მოუთხრეს რა თქმა უნდა ო ალლაჰის შუამოვალ. قال اسباع الوضوء او الطهور في المكاره სირთულის მიუხედავად აბდესის აღება. ასეთ სამთრის დღეებში განსაკუთრებით ცივი წყლით აბდესის აღება რთულია. მის მიუხედავად ამას რომ არ შეუშინდება ადამიანის შესაძლებლობა ვიღაცას არ ქონდეს იმის საშუალება რომ თბილი წყლით აიღოს აბდესი ხანდახან რჩება ისეთი მომენტი. ამის მიუხედავად რომ ის მაინც აბდესს აიღებს وكثرة الخطى إلى المساجد და მეჩეთისკენ გადადგმული ნაბიჯების სიმრავლე. والصلاة بعد صلاة ერთი ნამაზის შემდეგ მეორე ნამაზი. ანუ მეჩეთში მივიდა ერთი ილოცა მეორეს დაელოდა. وما من أحد يخرج من بيته متطهرا حتى يأتي المسجد ويصلي مع المسلمين أو مع الإمام ثم ينتظر الصلاة التي بعدها إلا قال الملائكة რომელი ადამიანიც აბდესს აიღებს მეჩეთში წავა და მუსლიმებთან ერთად ან იმამთან ერთად შეასრულებს ამ ნამაზს შემდგომ დაჯდება და მეორე ნამაზის მოსვლას დაელოდება მისთვის მის შესახებ მელეიქები ანუ ანგელოზები იტყვიან ალლაჰუმმა ღფირ ლაჰუ ღმერთო მას აპატიე ალლაჰუმმა რჰამჰუ ღმერთო ის შეიწყალე რაჰმეთი უყავ მას حديث قد متسموليا ابن هبان اسمير عن أبي هريرة رضي الله عنه أن رسول الله صلى الله عليه وسلم قال أبو هريرة قد مقسمس رب الله شو موالمات وإلا أدلكم على ما يمحو الله به الخطايا ويرفع به الدرجات خمار قصاولو تيستي رمي ريتات الله تكوين صدوبس شتستومبس أجيشليت أنو قبطيرت და ყადრს საფეხურს აგიმაღლებთ მის წინაშე. قالوا بلا يا رسول الله იყოფე მოუთხეს რა თქმა უნდა ალლაჰის შუამავალო და მან თქვა قال اسباع الوضوء على المكاره სირთულეების მიუხედავად ამინდი ცივი იქნება თუ წყლის ნახვართული იქნება თუ რა სირთულებით შეიძლება ახლდეს ამ საქმეს ამ სირთულეების მიუხედავად ვინც აიღებს აბდესის აღება وكثرة الخطى إلى المساجد მეჩეთებში წასასვლელად ნაბიჯების გადადგმული ნაბიჯების სიმრავლე وانتظار الصلاة بعد الصلاة ერთი ნამაზის შემდეგ მომდევნო ნამაზის მოლოდინი ეს არის ის რაც თქვენს შეცდომების პატიების მიზეზი გახდება და ალლაჰის წინაშე ყადრს აგიმაღლებთ فذلكم الرباط და სწორედ ეს არის რიბატი ამბობს შუამავალი სალლალლაჰუ ალეიჰი ვასალამ რიბატი რაც გულისხმობს ისლამის საზღვრებზე, ანუ მუსლიმანური ქვეყნის საზღვრებზე დგომა და იქ დარაჯობა, მესაზღვრეობა, რომ მტერმა არ განახორციელოს თავდასხმა და ასე შემდეგ. როდესაც ადამიანი იქ რიბატ ნიშნავს მიბმას, მიჯაჭვულობას. სწორედ ის მესაზღვრე იქ თავის პოსტზე არის მიჯაჭვული და იქიდან ფეხს ვერ მოიცლის, თვალს ვერ დახუჭავს, ხიზლობს, რომ მტერმა თავს არ დაესხას მუსლიმებს. რაოდენ დიდი მადლიც არის ასეთ საპატიო და მნიშვნელოვან საქმეზე, პოზიციაზე ყოფნა და დროის გატარება,
ისეთი დიდი მადლი არისო შუამავალ ალეისალათუ ვესალამმა თქვა, როდესაც ადამიანი გულით მეჩეთზე არის მიჯაჭვული ერთი ნამაზი შეასრულა და მეორეს მოსვლას ელოდება. ესეც იმ რიბატის მსგავსიაო შუამავალმა შედარება გააკეთა. სალლალლაჰუ ალეიჰი ვესალამ. და ეს ჰადისიც გადმოცემულია იმამ მუსლიმის საჰი ჰადისთა კრებულში. عن عقبة ابن عامر رضي الله عنه يحدث عن رسول الله صلى الله عليه وسلم أنه قال عقبة ابن عامر قد مقسمس شو موليس كان روم من قايقنا شو مولمات خواشم دقي إذا تطهر الرجل ثم أتى المسجد يرعى الصلاة كتب له كاتباه أو كاتبه بكل خطبة يخطوها إلى المسجد 10 حسنات رودسات دامياني عبد السايغبس და მეჩეთში წავა და ნამაზს ცავს ნამაზის დაცვა ნიშნავს როდის მოვა სული ერთი აქვს რომ ან კიდევ ყურადღების მიქცევა რომ ნამაზმა არ გაუცდეს არ გამორჩეს არ გამოეპაროს როდესაც ეს ასე იქცევა მას მისი თანმხლები ანგელოზები რომლებიც მის ნამოქმედარს წერენ ყოველ გადადგმულ ნაბიჯზე 10 მადლს დაუწერენ როგორც ვიცით სხვა ჰადისებიდან ყოველი სიკეთე 1-დან 10-მდე და შეიძლება უფრო მეტადაც შეუფასდეს მუსლიმანს თუ კი თავის საქციელში გულწრფელია. ამიტომ ეს გადადგმული ნაბიჯებიც ასეთნაირად შეიძლება შეუფასდეს მას და ერთი ნაბიჯი 10 ფასად ჩაწეროს მისმა ანგელოზებმა. վել ყაიდუ يرعى الصلاة كالقانت ხოლო რომელიც ზის მეჩეთში და ნამაზს ელოდება ის მჯდომიარე მლოცველის მსგავსი არისო. ანუ იმ ჯდომაშიც მას მადლი ეწერება. ويكتب من مصلين من حين يخرج من بيته حتى يرجع إليه და როდესაც ამ ნიეთით ის მივა მეჩეთში ერთ ნამაზს შეასრულებს და დაჯდება მეორეს მოსვლას ელოდება იმ ჯდომის დროსაც ნამაზის მლოცავებს შორის იწერება ის. თითქოს ის ჯდომაში კი არ გაატარა ის დრო, ლოცვაში გაატარავ და ასე გრძელდება მანამდე ვიდრე შინ არ დაბრუნდება. ეს ჰადისიც იმამ აჰმედის მუსნედში არის გადმოცემული. عن معاذ بن جبل رضي الله عنه عن النبي صلى الله عليه وسلم. معاذ بن جبل გადმოგცემს რომ შუამავალ صلى الله عليه وسلم ما ერთხეს მათ უამბო ყუდსი ჰადისი, სადაც ალლაჰ სუბჰანაჰუ ვა თაალა მას მიმართა يا محمد اي محمد قول قلت لبيك ربي მე უთხარი ღმერთო მიბძანე მე მზად ვარ შენი ბძანება შენი სიტყვა შევასრულო لبيك ამას ნიშნავს قال فيما يختصم الملأ الأعلى ანგელოზები არშის ქვეშ მყოფი ანგელოზები რის შესახებ კამათობენ იცი თუ არა შენ Allah subhanahu wa ta'ala ეკითხება შუამავალს. რა თქმა უნდა ალლაჰმა subhanahu wa ta'ala ყველაფერი იცის, იმისთვის კი არ ეკითხება რომ შეიტყოს. არამედ ეკითხება იმისთვის რომ შუამავალ ალეისალათუ ვესალამმა შემდგომ ეს თავის უმმეტს გააცნოს. ყულტუ მე უთხარი რომ ფილ კეფარათი ისინი კამათობენ იმ საქმეების შესახებ რომლებიც კეფარეთად გამოდგება. ანუ კეფარეთ ნიშნავს ჩადენილი შეცდომების, ცოდვების, პატიებას. იმ საქმეების შესახებ კამათობენ, რომელი მოქმედება უფრო მეტად არის ჩადენილი შეცდომების, პატიების მიზეზი. ეს საქმე თუ ის საქმე. ამაზე კამათობენ მელეიქები, ამაზე მსჯელობენო. قال ما هن ალლაჰმა მას კითხა რომ რა არის ეგ საქმეები. ყულტუ მე უთხარი مشول اقدام الى جماعتისკენ მიმავალ გზაზე გადადგმული ნაბიჯები. ერთი ეს والجلوس في المساجد بعد الصلوات შემდგომ ერთი ნამაზის ლოცვის შემდეგ მეორე ნამაზის მოლოდინისთვის მეჩეთში ჯდომა. وإسباع الوضوء في المكروهات სირთულეების მიუხედავად აბდესის აღება. ანუ ეს სამი საქციელი, კიდევ სხვა საქციელიც არის, საქმეებიც არის, რომლებიც ჩვენ შეცდომის პატიების მიზეზი გახდება, მაგრამ ეს სამი გამორჩეულია და ამათში ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი რომელია, ამით არიან ანგელოზები დაკავებული და ამას მსჯელობენო.
გვამცნობს შუამავალი სალლალლაჰუ ალეიჰი ვასალამ. ყალე სუმმა ფიმე ამის შემდეგ რომელ საქმეებზე მსჯელობენ? ყულთუ მე უთხარი იტამუ ტაამი სხვების დაპურება, მშივრების დაპურება, მათზე საჭმელის ჭმევა. ველინულ კელამი რბილი ენა, რბილი სიტყვა. ანუ როდესაც ადამიანებს უხეშად არ დაელაპარაკები და ლამაზად კბილად ესაუბრები. ვასალატუ ბილლეილი ვენნასუ ნიამუნ და კიდევ ღამ-ღამობით ნამაზის შესრულება, როდესაც ხალხს ძინავს. ყალესელ ყულთუ ალლაჰმა ბოლოს მითხრა რომ მთხოვე შემევედრე შენ მე რაც გინდა და მეც ასეთნაირად შევევედრე. ალლაჰუმმა ინნი ესელუკე ფი'ლალ ხაირი ღმერთო შენ გევედრები ხეირიანი საქმის კეთება ნასიბი გამიხადე. ვეთერკელ მუნკერატი და შენს წინაშე რაც მოუწონარია იმათ მიტოვებას გევედრები. ანუ მომეც იმის ძალა რომ მივატოვო ის ყველაფერი რაც შენს წინაშე მიუღებელია. ვეჰუბბელ მესაკინი და ღარიბთა სიყვარული რომ ჩამინერგო გულში ამას გევედრები. ვენთაღფირლი ვეთარჰამნი და გევედრები რომ მაპატიო და შემიწყალო. ვეიზა ერადტ ფიტნეთე ფი ყაუმინ ფათავაფნი ღაირ მაფთუნენ. როდესაც რომელიმე ხალხში ფიტნას განსაცდელის ჩაგდებას შენ გადაწყვეტ, მე მანამდე მიმიბარე ვიდრე ამ ფიტნას მსხვერპლი ვიქნები მეც. შუამავალმა სალლალლაჰუ ალეიჰი ვასალამმა შევედრა ასეთნაირად ალლაჰ სუბჰანაჰუ ვა თაალას. ამდენად ნიშნულოვანი არის, ამდენად საშიში რამე არის ფიტნა და ფიტნასგან შორს დგომა, ამდენად ნიშნულოვანია. ვაესელუკე ჰუბბეკე მე შენ გევედრები შენ სიყვარულს, ანუ ჩემს გულში შენი სიყვარული გაავრცელ. ვაჰუბბ მან იუჰიბბუკე და ჩემს გულს შეაყვარე ისინი ვისაც შენი თავი უყვარს. ვაამალინ იუყარიბუ ილა ჰუბბიკე და გევედრები ნასიბი გამიხადე ისეთი საქმეების კეთება რაც შენს სიყვარულთან დამაახლოებს. قال رسول الله صلى الله عليه وسلم და ბოლოს შუამავალმა თქვა ინნაჰა ჰაყყუნ უეჯველად ეს დუა ეს ვედრება არის ჰაყი ჭეშმარიტება ფედრუსუჰა და იმეცადინეთ მასზე ისწავლეთ ثم تعلموها და შემდგომ სხვებსაც ასწავლეთ იგი. ზანა შუამავალმა სალლალლაჰუ ალეიჰი ვასალამ. ჰადისი გადმოცემულია იმამ თირმიზის სუნენში. عن ابي هريره رضي الله عنه ابو هريره გადმოგცემს მაყოფილი იყოს ალლაჰი მისგან عن النبي صلى الله عليه وسلم რომ ალლაჰი შუამავალმა თქვა احدكم في صلاه ما دامت الصلاه تحبسه والملائكه يقول როდესაც რომელიმე თქვენგანი ნამაზზე იმყოფება, რამდენ ხანსაც ნამაზი მას შეაყოვნებს, ანუ რამდენ ხანსაც გაუგრძელდება ნამაზის ლოცვა მას, იმდენ ხანს ანგელოზები მის შესახებ ამბობენ: "ალლაჰუმმა ღფირ ლაჰუ ვარჰამჰუ", ღმერთო შეიწყალე აპატიე მას და შეიწყალე იგი. "ვემა ლემ იაკუმ მინას სალათი აუ იუჰდის" ეს მდგომარეობა ანგელოზების მისი დალოცვა მანამდე გაგრძელდება, ვიდრე ნამაზზე იმყოფება, ან ნამაზის დასრულებამდე, ვიდრე აბდეს არ მოშლის და დარჩება იმ ადგილზე, სადაც ნამაზი შეასრულა. ჰადისი გადმოცემულია იმამი ბუხარის საჰი ჰადისთა კრებულში. კიდევ აბუ ჰურეირა მაყოფილი იყოს ალლაჰი მისგან გადმოგცემს. "ენ რასულულლაჰი სალლალლაჰუ ალეიჰი ვასალამ" قال الله შუამავალმა თქვა: "მონტაზირუ სალათი ბა'და სალათი კაფარისი اشتد به فرسه في سبيل الله على كشحه وهو في الرباط الأكبر". ერთი ნამაზის ლოცვის შემდეგ მეორე ნამაზზე მომლოდინი ადამიანი ჰგავს იმ მხედარს, რომელიც ცხენს ალლაჰის გზაზე აჭენებს. ჰადისი გადმოცემულია იმამ აჰმედის მუსნედში. აქედან უკვე იწყება ჰადისები წინასაფში დგომის მადლიანობასთან დაკავშირებით, საფების გასწორებასთან დაკავშირებით და ასე შემდეგ. ამიტომ დღეს აქ გავჩერდეთ, ამით ვიკმაროთ და ინშალლა შემდგომ გაკვეთილზე საფების გასწორებასთან, წინასაფში ლოცვის მადლთან დაკავშირებით
არსებული ჰადისები წავიკითხოთ და გავეცნოთ მის მადლიანობას. Alhamdulillahi Rabbil Alamin, wassalatu wassalamu ala rasulina Muhammadin wa ala alihi wa ashabihi ajma'in.